20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, რა მოთხოვნები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და რა პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ უფასო საეთერო დროის განაწილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ვარიანტი დაკანონდა. რა სპირდება ამ მომრჩეველს დემოკრატიული მოძრაობა, რა იქნება პარტიის მთავარი გზავნილი და რა სტრატეგიაზე აგებს საარჩევნო კამპანიას. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ ნინო ბურჯანაძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით. ქალბატონო ნინო, არჩევნებამდე 4 თვით ადრე წინა საარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყო, ვიდრე გეგმებზე კითხავთ, თუ რა სტრატეგიით იბრძოლებს დემოკრატიული მოძრაობა არჩევნებში გამარჯვებისთვის. მანამდე საინტერესოა თქვენი მოსაზრება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. თქვენ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, ბრიფინგზე იმის შესახებ, რომ არ არის უნარიანი საარჩევნო გარემო, ამაზე ისაუბრეთ და რომ თქვენი პარტია წინა საარჩევნო პერიოდში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ესეც აღნიშნეთ. კონკრეტულად რა განაპირობებს აი ამ შეფასებებს და თქვენს ამ განცხადებებს? დიდი მადლობა. მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო გარემოზე საუბარი საერთოდ უადგილოა, იმიტომ რომ არა მარტო მოხდა ის, რომ ქართულმა ოცნებამ არაფერი არ შეცვალა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რასაც სხვათა შორის პირდებოდა ოპოზიციაში ყოფნის დროს ქართული ოცნების ყველა წევრი და მასში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტია ამ მომრჩეველს. გულისხმობ იგივე, ვთქვათ, საარჩევნო ამომრჩეველთა სიის მოწესრიგებას, რომ არ მისცემოდა ხელისუფლებას გაყალბების და მანიპულირების შესაძლებლობა, გულისხმობ იგივე მაჟორიტარული სისტემის შეცვლას და ასე შემდეგ. არათუ არაფერი არ გამოასწორა, არამედ საარჩევნო გარემო კატასტროფულად გააუარესა ქართულმა ოცნებამ და ჩაიდინა აბსოლუტურად უპრეცედენტო ყაჩაღობა, სამწუხაროდ მე მიწევს ასეთი ტერმინების გამოყენება, იმ გადაწყვეტილებით, რომელიც დღეს დააკანონა საქართველოს პარლამენტმა, როდესაც უფასო საეთერო დრო, რომელიც ჩვენ მოგვცა ამომრჩეველმა და არა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, ამომრჩეველმა, რომელმაც მოგვცა ჩვენ ხმა 2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს უფასო საეთერო დრო ჩვენ წაგვართვა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა და გადაუნაწილა რესპუბლიკურ პარტიას, თავისუფალ დემოკრატებს და იმ პარტიებს, რომლებიც ფორუმს და მრეწველებს. ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო ფაქტი. მინდა გითხრათ, რომ ეხლა ნაციონალური მოძრაობის მერე რამე თუ გამიკვირდებოდა, ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ ასეთი რამ ნაციონალურ მოძრაობასაც კი არ გაუკეთებია, მით უმეტეს არჩევნებამდე 4 თვით ადრე, რომ საკანონმდებლო დონეზე დაეკანონებინა ყაჩაღობა, რომ საკანონმდებლო დონეზე წაერთმია არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი, სამი პარტიისთვის პრაქტიკულად ჩვენ ლეიბორისტულ პარტიას და პატრიოტთა ალიანსს შეგვეხო ეს ცვლილება, ესეთი რამ უბრალოდ სააკაშვილსაც კი არ მოსვლია თავში აზრად და მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს ყოფნით თავხედობა, რომ ეს გაამართლონ და თქვან, რომ აბა რა ვქნათო, რა უნდა გვექნა სხვა, ხო უნდა მიგვეცა იმ პარტიებისთვის ასე ვთქვათ, საეთერო დრო, რომელიც ბლოკში ჩვენთან ერთად იყვნენ. კი ბატონო, მიეცით, მაგრამ მიეცით თქვენივე ჯიბიდან, თქვენივე ხმებიდან და არა ჩვენს მიერ სიმწრით მოპოვებული უფასო საეთერო დრო, მაგრამ ამით ქართულმა ოცნებამ ორი კურდღელი მოკლა, შეიძლება ითქვას, ერთის მხრივ მოიმადლიერა რესპუბლიკური პარტია, რომელმაც სანაცვლოდ გერმანულ მოდელზე თქვა უარი და გამოიტანა გერმანული მოდელი პარლამენტში დღის წესრიგის განხილვიდან, მოიმადლიერა ფორუმი, მოიმადლიერა, ვთქვათ, მრეწველები და მოიმადლიერა თავისუფალი დემოკრატები და ამავდროულად შეგვიზღუდა ჩვენ შესაძლებლობა პარტიას, რომელსაც რა თქმა უნდა არ აქვს ისეთი ფინანსური რესურსები, რომ შესაბამისი ფასიანი საეთერო დრო ვიყიდოთ, შეგვიზღუდა შესაძლებლობა, რომ ჩვენს ამომრჩეველს კიდევ უფრო კარგად გავაგებინოთ ჩვენი საპროგრამო დოკუმენტები, ჩვენი საპროგრამო დაპირებები, მაგრამ არ უშველის ეს ქართულ ოცნებას, მე გარწმუნებთ, რომ ფეხით შემოვივლი მთელ საქართველოს და რაც ჩემი სათქმელია, ამას მე მივიტან ამომრჩევლამდე და ძალიან ძვირად დაუჯდება ქართულ ოცნებას ეს ყველაფერი. თქვენ დღეს ხელისუფლებას მიმართეთ ამ ეთერამდეც, რომ თუ ხელს შეგიშლიან მიიღოთ საპარლამენტო ხმების ის პაკეტი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ ქვეყანა დააყენოთ სწორ გზაზე, უკან არ დაიხევთ, ასეთი არის თქვენი ფრაზა. იქნებ გითხრათ, თქვათ, კონკრეტულად რას გულისხმობთ ხმების იმ პაკეტში, რომელთაც ქვეყნის გზაზე დაყენებას ვარაუდობთ და ასევე საინტერესოა, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ უკან არ დაიხევთ. რას გულისხმობ იმას, რომ ვიბრძოლებ თითოეული ხმის დასაცავად და არ გავაკეთებ იგივეს, რაც გავაკეთე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, იმიტომ რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს კიდევ მივეცი ქართულ ოცნებას იმის შანსი, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ხედავ ძალიან კარგად
როგორც დააყენა ქვეყანა ფეხზე და რა მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი ამომრჩეველი. მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ხმას მოგცემს ამომრჩეველი, მე ეს ძალიან კარგად ვიცი. ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება იმ უნიათობის და უსუსურობის ფონზე, რასაც ქართული ოცნება ყოველდღიურად ავლენს, იმ ძალიან სერიოზული შეცდომების ხარჯზე, რასაც სხვა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ასე ვთქვათ, აკეთებენ. ჩვენ ძალიან სერიოზული ამომრჩეველი გვყავს, რომელმაც იცის, რატომ უნდა დაუჭიროს ბურჯანაძეს და მის გუნდს მხარი, რომელმაც იცის, რომ ჩვენ არა მარტო ვლაპარაკობთ და არა მარტო გულს ვქავებთ ადამიანებს სიმართლის ლაპარაკით, არამედ შეგვიძლია კონკრეტულად საქმეები გავაკეთოთ და მართლა ფეხზე დავაყენოთ ქვეყანა და თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ როგორც ეხლა საეთერო დრო მოგვპარა და დაგვაყაჩაღა, ასევე დაგვაყაჩაღოს ეხლა კიდე უკვე მესამე არჩევნებში, იმიტომ რომ ერთი დაყაჩაღება საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მეორე დაყაჩაღება ჩვენი პარტიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, როდესაც ჩვენი ხმები მისთვის ხელსაყრელ პარტიას გადაუნაწილა მის გასაძლიერებლად გაუვიდათ, თუ გონიათ, რომ ასე გაუვათ საპარლამენტო არჩევნებზე, ძალიან ცდებიან, ძალიან ზვირად დაუჯენ ქართულ ოცნებას, გარწმუნებთ დღევანდელ გადაწყვეტილებას და ძალიან ზვირად დაუჯდებათ მათ მთელი ის უსუსურობა, ხალხის მოტყუება, რითიც იყვნენ 4 წლის განმავლობაში დაკავებული. ის არ ეყო ბიძინა ივანიშვილს, რომ რესპუბლიკური პარტია თავზე დაგვაჯინა 4 წელი ხალხისათვის საძულველი პარტია, რომელსაც არასოდეს 3%-იც არ გადაულახავს და ეხლა ჩვენი წართმეული დროით კიდე ეს ადამიანები უნდა გამოაჩინოს. თუმცა იგივე ლევან ბერძენიშვილი ამბობს, დღეს გააკეთა კომენტარი და განაცხადა, თითქოს იმ გამარჯვებაში, რაც კოალიცია მოიპოვა, ჩვენ არანაირი წვლილი არ შეგვიტანია ეს საერთო დროსთან დაკავშირებით, აი ამ ტიპის კომენტარი გააკეთა, მაგალითად ლევან ბერძენიშვილი. რესპუბლიკურ პარტიას არანაირი წვლილი არ შეუტანია ნამდვილად. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა დაასვა თავზე საზოგადოებას რესპუბლიკელები 4 წლის განმავლობაში და მერე გადმოაგდო, როგორც ბარტყებს გადმოაგდებენ ხოლმე, რომ ეხლა საზოგადოების პოპულარობა დაიმსახუროს და გული მოიგოს. არანაირი შანსი რესპუბლიკურ პარტიას არ ქონდა ისევე როგორც ალასანიას პარტიას და სხვა პარტიებს, რომ მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ნამდვილად არანაირი წვლილი მათი არ იყო იმ გამარჯვებაში. ეს იყო ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ, პირადად მეც იმიტომ დაუჭირე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მხარი, რომ როგორმე სააკაშვილის რეჟიმი გაგვესტუმრებინა უსისხლოდ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მოინდომოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა სამუდამოდ. ის რაც მოხდა ეხლა პარლამენტში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო, აღმაშფოთებელი, ესეთი თავხედობა უბრალოდ არ ჩაუდენია არც ერთ პარლამენტს. თქვენმე ვერ მომიტანთ ერთ-ერთ მაგალითს მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების კი არა, თუნდაც დიქტატორული ქვეყნების ისტორიიდან, როდესაც საკანონმდებლო დონეზე მოხდა დაყაჩაღების გაფორმება. როდესაც ჩვენ უკანა რიცხვით, ესე ვთქვათ, მიღებული პრივილეგია, ხალხის მოცემული პრივილეგია, წაგვართვეს არჩევნებამდე 4 თვით ადრე. რა თავისუფალ გარემოზე, რა ესე ვთქვათ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ვლაპარაკობთ და სამწუხაროდ არც უმეტეს მედია საშუალებებს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეს სამარცხვინო არის, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას თითქმის ერთის გამონაკლისის გარდა, რომელმაც განცხადება გაავრცელა თავის ვებგვერდზე და ღიად ეს, ასე ვთქვათ, ფართოდ არ გავრცელებულა, იმედია თავად გაავრცელებენ, თორემ მე აუცილებლად დავასახელებ ერთს, რომელმაც ნამდვილად თავის პოზიცია გამოხატა, დანარჩენს ხმა არ ამოუღია. წარმომიდგენია, მაკა რა ამბავი ატყდებოდა, რომ ალასანიასთვის და რესპუბლიკელებისთვის წაერთმიათ საეთერო დრო და ჩვენთვის მოეცათ. როგორ არის საქართველოში ორი სამართალია? ერთი ეგრეთ წოდებული პროდასავლური პარტიებისათვის, მეორე ეგრეთ წოდებული პრორუსული პარტიებისათვის. მე არ ვთვლი ჩემ თავს პრორუსულ პარტიად, ჩვენ ყველაზე ქართული ძალა ვართ, ქართულ ტრადიციებზე, ფასეულობებზე, საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული, მაგრამ ნუ კარგით, დავარქვათ, რომ პრორუსული ძალა ვქვია, ხო? ეს რას ნიშნავს, რომ არც მედია, არც საერთაშორისო თანამეგობრობა და არც არასამთავრობო ორგანიზაციები ხმას არ იღებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში არც სამართალი არსებობს, არც კანონი არსებობს, არც სამართლიანობა არსებობს და ამას ჩვენ აუცილებლად მოუღებთ ბოლოს, როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში და აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ქვეყანას სწორ გზაზე დაყენება ჭირდება, ქვეყანას ჭირდება სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკა. ნახეთ რა მოხდა, გუშინ ისევ გადმოიწია საზღვარმა
ოღონდ ამაზე ხელისუფლებას საერთოდ არანაირი რეაგირება პრაქტიკულად არ აქვს ზეპირი განცხადებების გარეშე. ნახეთ რა მოხდა, როდესაც მე ვლაპარაკობდი იმაზე, რომ არ იქნება ივნისში ვიზა ლიბერალიზაცია, მეთქი არ არის ვიზა ლიბერალიზაცია, მე ნიშნის მოგებით არ ვლაპარაკობ, სულაც არ მიხარია რომ არ არის, მაგრამ ვიცი მე ეს საქმე, ვიცი პოლიტიკა და ვიცი როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია მიეღო საქართველოს, თუ ამას შევპირდებოდი. არ იქნება მეთქი მაპი ვამბობდი და არც იქნება ვარშავის სამიტზე, რა უნდა გავაკეთო, ხა ძალიან მაინტერესებს მეტი, რომ ის სკეპტიკოსები, ვინც ვერ ხვდებიან, ვის უნდა მიცენ რეალურად ხმა, დარწმუნდნენ იმაში, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკოსი, რომელმაც იცის რა არის პოლიტიკა, იცის როგორ უნდა წარმართოს ქვეყნის საქმე. ძალიან ცოტა დრო გრჩება, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ უახლოეს მომავალში უკვე სტუდიაში გნახავთ, თუნდაც დებატების ფორმატში ძალიან კარგი იქნება. ეს სამომავლოდ დღეს ასევე მაინტერესებს კიდევ რამდენიმე საკითხი. ერთ-ერთია თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეშინია და არ სურთ თქვენთან პირდაპირ ეთერში დაჯდომა, ეს განცხადება თქვენ გააკეთეთ. საინტერესოა, ვის იწვევთ დებატებში? ან თუ შეგიძლიათ 20-30-ის ეთერით მიმართოთ და თანხმობის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ბუნებრივია რომ სტუდია და საეთერო დრო დაგითმოთ. არა, მე არავის არ ვიწევ ეთერებში. მე თავის დროზე გამოვიწვიე საპრეზიდენტო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატი და არაერთგზის დავაყენე ეს საკითხი, რომ შეუძლებელი იყო დემოკრატიული ყოფილიყო არჩევნები, სადაც საპრეზიდენტო დებატები არ იყო გამართული, მაგრამ ქართული ოცნების კანდიდატმა უარი განაცხადა ამ დებატებში მონაწილეობაზე. ჩვენ არაერთგზის მივმართეთ დემოკრატიულმა მოძრაობამ ქართულ ოცნებას, რომ ყველა დებატებში, ვინაიდან ჩვენ მესამე ადგილზე გავედით ორ არჩევნებზე ზედიზედ, ჩვენი წარმომადგენლების ჩაერთოთ, მაგრამ არასოდეს მათ ეს სურვილი არ გამოუხატავთ, ისინიც ან საერთოდ თავს არიდებდნენ დებატებს, ან ერჩიათ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ყოფილიყვნენ დებატებში და თქვენ ალბათ მიადევნებდით თვალყურს, რომ მესამე ჩვენი წარმომადგენელი არასოდეს ამ დებატებში არ მონაწილეობდა. ძალიან დიდი სიბრიყვე იყო ეს ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა დებატებს ნაციონალური მოძრაობა უგებდა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არც კვალიფიკაცია, არც არგუმენტაცია და არც გამბედაობა არ ყოფნიდა ნაციონალურ მოძრაობასთან შესაბამისად საკამათოდ. ჩვენ ვერ გაგვიბედავდა ნაციონალური მოძრაობა ისე ლაპარაკს, როგორც ქართული ოცნების აბსოლუტურ უმრავლესობას უბედავს, იმიტომ რომ ქართული ოცნების წარმომადგენლება მიიღეს, ესე ვთქვათ, სინზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი დეპუტატობა, ხოლო ჩვენ რომლის სისხლიც, ვისი სისხლიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაღვარა, ჩვენ ვერ გაგვიბედავს ნაციონალური მოძრაობა იმას, რასაც უბედავდა ქართული ოცნება, მაგრამ ქართულ ოცნებას აწყობდა სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნება, სულაც არ აწყობდა ის, რომ წარმოჩენილიყო ბურჯანაძე და მისი გუნდი, როგორც გაცილებით ძლიერი ოპოზიციური ძალა, უფრო ადვილი იყო დებატები ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელსაც მუდმივად შეახსენებდი ცოცხებს, ვიდრე დებატები ჩვენს პოლიტიკურ ძალასთან, რომელთანაც საქმიანი დებატები უნდა შემდგარიყო და ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებებმა როდესაც მან კვლავ დაადასტურა ის, რომ არიქა და ჩვენ თუ არ მოგცემთ ხმას, ანუ ქართულ ოცნებას ნაციონალები მობრუნდებიანო, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ დიახაც ნაციონალური მოძრაობის კოაბიტაცია, ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნება ზუსტად იმისაკენ იყო გამიზნული, რომ საფრთხობელად ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა წარმოჩენილი საპარლამენტო არჩევნებში და კვლავ დაეყენებინათ ხალხი არჩევანის წინაშე ან ნაციონალური მოძრაობის მობრუნება და ან ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება, მაგრამ მე უნდა ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, ვერანაირად ნაციონალური მოძრაობა ვერ მობრუნდება ხელისუფლებაში, თუ ადამიანები არ დარჩებიან სახლში, ხელს არ ჩაიქნებენ, უიმედოდ არ იქნებიან და თავის ცარიელ ბიულეტენს არ დაუტოვებენ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას გამოსაყენებლად. ამიტომ მე მივმართავ მოსახლეობას. ჩვენ დემოკრატიული მოძრაობა კენჭს ვიყრით მესამე ნომრით და ნამდვილად წარმოვადგენთ ისეთ პროგრამას და სამოქმედო გეგმას, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, მაგრამ თუ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ არც ერთ პარტიას არ აძლევთ ხმას, არავინ არ მოგწონთ, არავის არ გჯერათ, მაინც ნუ დარჩებით სახლში, აუცილებლად მობრძანდით და თუ ჩვენ ვერ დაგარწმუნებთ, ან მე, ან რომელიმე სხვა პარტია, რომ ხმა მოგცეთ არჩევნებზე, გადახაზეთ მაინც ყველა პარტია, რომ თქვენი ბიულეტენი ნაციონალურმა მოძრაობამ და ოცნებამ არ გამოიყენოს. ასეთ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის მობრუნების შანსია 0, ქართული ოცნების ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შანსია 0, ქვეყნის გადარჩენის და წინ წასვლის შანსი ნამდვილად გაჩნდება. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოახლოეს მომავალში თქვენ უკვე სტუდიაში პროგრამასა და თქვენ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ცლად გვესაუბრებით. 20-30 შეკითხვებს ნინო ბურჯანაძე პასუხობდა, ახლა რეკლამის შემდეგ ეკა ბესელია 20-30-ში დაგველოდეთ.